კვირეულზე ვისაუბროთ, რომელიც თბილისში შეუერთდა ახლა 16-22 სექტემბერს თბილისი შეუერთდა ევროპის მობილობის კვირეულს, რომლის წლევანდელი თემა მობილობა ყველასთვის. კამპანიის მიზანია ხელი შეუწყოს მდგრადი, ეკომეგობრული და უსაფრთხო გადაადგილების პოპულარიზაციას. ჩვენი ჟურნალისტი თეო ცუცქირიძე გვიერთება პირდაპირ ეთერში. თეო, მოგესალმებით, გამარჯობა. მოგესალმებით, შუადღე მშვიდობის, ათასობით ქალაქი და მილიონობით მოქალაქე მთელი ევროპის მასშტაბით სწორედ ამ კამპანიის გარშემო ერთიანდება, რომელიც ოფიციალურად უკვე მეორე დღეა რაც გაიხსნა. ტრადიცია არც წელს დარღვეულა. თბილისი უკვე მეხუთე წელია აქტიურად მონაწილეობს ევროპის მობილობის კვირეულში. როგორც თქვენ აღნიშნეთ, კამპანიის მთავარი მიზანი არის უსაფრთხო გადაადგილების პოპულარიზაციის ხელშეწყობა ქალაქებს შორის და ასევე აქცენტი გაკეთდება ურბანული ტრანსპორტის ეკომეგობრულობაზე, უსაფრთხოებაზე და რაც ყველაზე მთავარია ინკლუზიურობაზე. მთელი კვირის განმავლობაში არის დაგეგმილი არაერთი საინტერესო მრავალფეროვანი შემეცნებითი აქტივობები, მათ შორის განსაკუთრებით აღნიშნვის ღირსი არის ხვალინდელი აქტივობა, რომელიც თბილისის საჯარო 24 სკოლაში გაიმართება სკოლის მოსწავლეებისთვის. უფრო მეტ ინფორმაციას ღონისძიების შესახებ და ამ კამპანიის შესახებ მოგვიყვება საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი. ქალბატონო ეკა, მოგესალმებით. პირველ რიგში რომ ვთქვათ კვირეულის მნიშვნელობაზე და ასევე ხვალინდელ ღონისძიებაზე, რომელიც სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართება, რა სახის ინფორმაცია მიაწოდება მათ და რა აქტივობები იქნება დაგეგმილი? ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო და თბილისი აღნიშნავს ამ კვირეულს, ეს არის ევროპის მობილობის კვირეული და უნდა აღინიშნოს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მთავარი და წამყვანი ორგანიზატორი ამ კვირეულის არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო და მისასალმებელია, რომ ეს მულტისექტორული თანამშრომლობა არსებობს, რადგან მხოლოდ ერთ სექტორს ან მხოლოდ ერთ ორგანიზაციას, რა თქმა უნდა, შედეგის მიღწევა გაუჭირდება, რადგან ეს არის ცნობიერების ამაღლების კვირეული პირველ რიგში და ასევე გადაწყვეტილების მიმღებ პირთა ჩართულობა იმ ნაწილში, რომ გზები გახადონ, როგორც თქვენ ბრძანეთ და ტრანსპორტი ინკლუზიური, ყველასთვის ხელმისაწვდომი, ეს იქნება ფეხით მოსიარულე, ეს იქნება ბავშვი, იქნება დედა, რომელსაც ეტლით გადაჰყავს მცირეწლოვანი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები თუ სხვა. ამიტომ ეს არის მთავარი მოწოდება, რომ მობილობა ყველასთვის, რასაც ევროპა და ეს ევროპის კვირეული გვეუბნება და ეკოლოგიური ტრანსპორტი, რომელიც შეიძლება დღეს ჩვენს ქალაქებში მაინც და მაინც არ სარგებლობს პოპულარობით, თუმცა დაწყებული ეს ტენდენცია გნებავთ ველობილიკების, რომელიც თბილისში მეტნაკლებად ახალ ინფრასტრუქტურაში ჩნდება. თუმცა თბილისი არ არის მხოლოდ საქართველო, ამიტომ ის სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც მიმდინარეობს დედაქალაქში, ასევე სხვა ქალაქებშიც უნდა განვითარდეს და განხორციელდეს. რაც ხელშეუწყობს მობილობას, ეს არის მთავარი მესიჯი და გზავნილი ამ კვირეულის. ბატონო და ხვალინდელ ღონისძიებაზეც მინდა კითხოთ, რომელიც სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართება, რა საკობრივ კატეგორიაზე არის საუბარი და რა სახის აქტივობები არის დაგეგმილი, რომ უთხრათ ჩვენს მაყურებელს? ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდებთან შეხვედრები და ეს უნდა იყოს მუდმივი და პერმანენტული, იმიტომ რომ ცნობიერების ამაღლება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ემსახურება საგზაო უსაფრთხოებას და იმ მიმართულებებს, სადაც ახლა ვსაუბრობთ. შეიძლება ძალიან კარგი ინფრასტრუქტურა იყოს საგზაო ან გამართული ავტომობილი, მაგრამ თუ მძღოლი ან ფეხით მოსიარულე არ იქნა გარკვეული, თუ როგორ უნდა დაიცვას წესები ან ცნობიერება არ იქნა ამაღლებული, ბუნებრივია ეს კომპონენტი მთლად ისე ვერ იმუშავებს. ამიტომ ყველა მიმართულებას ერთობლივად აქვს მნიშვნელობა. კვირეულს რაც შეეხება, დიახ, სააგენტოს მიერ და ჩვენი პარტნიორობით სხვადასხვა სკოლის ღონისძიება იგეგმება, თუმცა კვირის მანძილზე ასევე იქნება ერთ-ერთი ქუჩა გადაკეტილი, რომელიც ველო მომხმარებლებისთვის იქნება მიძღვნილი და ფეხით სიარულისთვის. გარკვეული შეხვედრები იგეგმება სხვადასხვა საკობრივ კატეგორიებთან და ვცდილობთ კვირის მანძილზე ავამაღლოთ ცნობიერება. თუმცა ეს არის მხოლოდ კვირეული და ჭირდება მთელი წლის განმავლობაში ამ ტიპის კამპანიები არა მარტო მუნიციპალიტეტის, არამედ ეროვნულ დონეზე, იმისთვის რომ მივახციოთ მიზანს. ქალბატონო ეკა, არ შემიძლია ასევე არ გკითხოთ იმ ფაქტზე, რომ ათასობით ქალაქს შორის არის დედაქალაქი თბილისიც, მეხუთე წელია, როგორც ვიცით, რომ ღებულობს მონაწილეობას. ჩვენი ქვეყანა რამდენად მნიშვნელოვანი არის ქვეყნის პოზიციონირებისთვის მსგავს სახის ღონისძიებებში, ესეც რომ გკითხოთ.
რასაკვირველია პოზიციონირებისთვის მნიშვნელოვანია ეს ერთი და ასევე ის რომ რეალურად კეთდება ამ მიმართულებით და ეს არ არის მხოლოდ ფასადური, იმიტომ რომ ბევრი წელია საგზაო უსაფრთხოების სფეროში ვარ და ხედავთ როგორ ვითარდება თუნდაც სახელმწიფო დონეზე, მუნიციპალურ დონეზე სატრანსპორტო პოლიტიკა, დღეს არის უკეთესი ვითარება ვიდრე შეიძლება იყო მთლიანობაში ვგულისხმობ იმ ძვრების კუთხით, თქვა რასაც ქვია სატრანსპორტო პოლიტიკა დედაქალაქის დონეზე, თუმცა ეს არ არის საკმარისი და ჩვენ ხედავთ ამას, იმიტომ რომ სტატისტიკა, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს, არის საკმაოდ გაზრდილი. ამიტომ ნებისმიერი ცვლილება, რომელიც კეთდება, ნებისმიერი რეფორმა, რომელიც კეთდება ქვეყნის თუ მუნიციპალურ დონეზე, ეს უნდა იყოს მიმართული არა მარტო ტრანსპორტის ხელმისაწვდომობაზე, არამედ უსაფრთხოებაზე, საგზაო უსაფრთხოებაზე. და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ დედაქალაქი ამით ვერ შექმნის მხოლოდ, სხვა ქალაქებში, რეგიონებში საჭიროა საგზაო უსაფრთხოების პოლიტიკის გატარება მაღალ დონეზე, თუ გვინდა შედეგი. ძალიან დიდი მადლობა. თქვენ უსმენთ საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის თავმჯდომარეს ეკალ ალიაშვილს. როგორც მოისმინეთ, საკმაოდ მნიშვნელოვანი კვირეული არის ევროპის მობილობის კვირეული და მთავარი გზავნილი აქ არის ცნობიერების ამაღლება. უნდა გვახსოვდეს ყველას, რომ ქუჩა გადაადგილება ტრანსპორტი თანაბრად ეკუთვნის როგორც ბავშვებს, ასევე ხანდაზმულებს, მშობლებს და რაც ყველაზე მთავარია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს. ღონისძიება 16 სექტემბერს დაიწყო და 22 სექტემბერს დასრულდება. დიდი მადლობა თეოს, ძალიან საინტერესო ინფორმაცია ნამდვილად. მოგვაწოდა.